მოგესალმებით. ძალიან მიხარია პირველ რიგში ეს რო გამოხატა სურვილი სკოლამ. მართალი რო გითხრათ, ესეც არასტანდარტულია ჩემთვისაც, პირველად ვარ სკოლაში ლექციით, მაგრამ გამოხატავს აი მაქსიმალურად იმ ესე ვთქვათ ოცნებას, ერთ-ერთ ჩემს ოცნებას, რომელიც ყოველთვის ვცდილობდი, რომელზეც ოცნებობდი, რომ ესეთი რაღაცა მომხდარიყო. და ამიტომ თქვენ სკოლას, ამერიკულ ქართულ სკოლას დიდი მადლობა პირველ რიგში, მადლობა დირექციას, მადლობა ჩემ მოსაყვარელ მოსაყვარლეს მარის, იმიტომ რომ ძალიან მიხარია, როდესაც ესე ჩემი ახლობლები ესე აქტიურობენ და თანაც ასე ცდილობენ, რომ მაქსიმალურად თანამედროვედ იყონ. რო არ დავაგაკავოთ, მე მინდა გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, რომ რატო ვამბობ, რომ ეს არის რაღაცა ახალი, მე მინდა რომ წარმოგიდგინოთ პრეზენტაცია, რომელიც ცოტა საერთოდ სხვა ხედით, სხვა მხრიდან მინდა შეგახედოთ იმ პრობლემაზე, რაზეც შეიძლება ბევრს გსმენიათ ან ბევრს არ გსმენიათ. ვისაც არ გსმენიათ, იდეაში ჩემთვის უფრო სასიამოვნო, იმიტომ რომ პირველად გაიგებთ ჩემგან და გაიგებთ ისე ჩემი აზრით, როგორც ეს არის სწორი. და მინდა რომ ამასაც მივაქციოთ ყურადღება. ხო, გადავიდეთ, ხო, მე ვარ მამოლოგი ნიშნავს ექიმს, რომელიც კურნალო ან დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მიმართულებით არის მკერდთან დაკავშირებული. თანამედროვე მამოლოგიის მთავარი მიზანია ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკა, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე. ანუ ნახეთ, ეს რატო განსხვავდება იმისგან, რაც ადრე იყო. რა არის ყველაზე ადრეული ეტაპი, ეს უნდა ვიცოდეთ კარგად. ანუ ამის აქედან გამომდინარე არის ის საკითხი, თუ რატო არის ჩემი ლექცია დღეს. და მინდა ყველაზე მთავარი დაიმახსოვროთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობ, მე არ ვისაუბრებ არც ისეთ სიმსივნეზე, რომელიც ხელით იგზნობოდეს, შეიძლება, ან შეიძლება ვინმე მტკივილით იგზნოს, ან შეიძლება ექიმმა თუნდაც იგზნოს ხელით. ხო, ეს არის უფრო ადრეულ ეტაპზე საუბარი. არის ცვლილებები, რომლებიც შეიძლება იყოს გადაგვარების გარეშე, ანუ არ იყოს ავთვისებიანი, ან თუ კი ავთვისებიანი იყოს იმდენად ადრეულ საწყისზე, რომ მათგან განკურნება იყოს ძალიან ადვილი. ხო, ისე ამდენად მომზადებული არ ვარ ამ ლექციისთვის, მიწევს კითხვა, მაგრამ კაი. ეს არის, ეს რატო არის? ანუ შეიძლება გქონდეთ ნანახი, მაქსიმალურად იმაში, რა ვიცი, ინტერნეტში, ტელევიზიაში ყველგან საუბარი იმაზე, რომ როგორ ამოვიცნოთ კიბო, ან როგორ რა არის სიმპტომები კიბოს, ხო, ან რა არის სიმპტომები დაავადების. რაც ჩემი აზრით უნდა დავივიწყოთ. არ არის ამაზე ფიქრი საჭირო, ეს არ არის მთავარი დიაგნოსტიკაში, იმიტომ რომ ეს გვაბნევს. ჩვენ გონია, რომ ამით ჩვენ შეიძლება რაღაცა დიაგნოსტიკას ვაკეთებდეთ, ექიმები ან მოსახლეობა, მაგრამ ეს არ არის ადრეული დიაგნოსტიკა. შემდეგი, ნახეთ, ანუ ყველაზე პატარა სიმსივნეები, ხო, ეს არ არის ისეთი დაავადება, რომელიც ერთ დღეში ჩდება. ის ჩდება ძალიან პატარა მინიმალური რამდენიმე უჯრედიდან და შემდეგ თანდათან იზრდება. და საუბარი არის ადრეულ დიაგნოსტიკაზე, აი ის მუხუდოა, მე მგონი, შემდეგ ის არაქისია, შემდეგ ესე იზრდება, მაგრამ საუბარი არის ამ ზომებზე. აი ზომა, რომელიც არის 1 მილიმეტრის, 2 მილიმეტრის ან 5 მილიმეტრის ფარგლებში. ეს არის ადრეული დიაგნოსტიკა, რომელიც არის ანუ 1 სანტიმეტრზე ნაკლები. შემდეგი ეს დაახლოებით ისე გავს, იმას გავს, მე ესეთი მომივიდა ასოციაცია, რომ ეს არის იგივე რომ მოძებნო ნემსი TV ზვინში. ხო, აი წარმოგიდგენიათ, ბავშვებს მით უმეტეს კარგი ფანტაზია აქვს. აი წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინს დგას TV ზვინი და თქვენ უნდა მოძებნოთ ნემსი, ხო? შემდეგი აი დაახლოებით შეიძლება ჩვენაც ექიმებიც ან სხვა ხალხიც ამ ადამიანებით ვიქცევით, როდესაც ვცდილობთ, რომ ჩვენი შეუიარაღებელი თვალით, ხელით ან ასე შემდეგ მოვძებნოთ ნემსი TV ზვინში. ხო, რამდენად გვაქვს ამის საშუალება, რამდენად გვაქვს ამის შანსი, რომ ვნახოთ, ხო, რამდენია, ხო, ეს არის მიზერული მინიმალური წარმოუდგენლად ცოტა. მაგრამ არსებობს ეს TV ზვინში ზვინში ნემსის ზებნის ყველაზე კარგი მეთოდი არის რენტგენი, ანუ იგივე მამოგრაფია. დაახლოებით ასევე ჩანს მკერდში სიმსივნური პროცესების საწყისებით. შემდეგი ამისთვის საჭირო არის რა არის საჭირო? ხო, ჩვენ საუბრობთ იმ ზომაზე, რომელიც ადამიანს არ აწუხებს და ამიტომ საჭირო არის იმ ხალხის გამოკვლევა, რომელსაც არაფერი არ აწუხებს. ნახეთ, ეს არის სკრინინგი. ანუ სკრინინგი არ არის არანაირი დიაგნოსტიკა, სკრინინგი არ არის იმის ძებნა, რაც შეიძლება ჩვენ ხელით ვიგზნოთ ან ასე შემდეგ. სკრინინგი არის ეს ზოგადად screening test. Screening test ნიშნავს გაცხრილვა. ინგლისური სიტყვიდან რო პირდაპირ გადმოვთავაზოთ, ეს არის გაცხრილვა. გაცხრილვა იმ ხალხის, ესე ვთქვათ, ვისაც არაფერი არ ჭირს, იმ ხალხისგან, ვისაც შეიძლება რაღაცა პრობლემა ქონდეს. გასაგებია, ხო, და ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ მამოგრაფიული კვლევით.
თუ ადამიანი ჩართულია სკრინინგის პროგრამაში, რას ნიშნავს? ხო, ეს ნიშნავს, რომ არ მისცეს დაავადებას აუთვისებიანად გავრცელება, ანუ გადაგვარება, ან გადაგვარების შემთხვევაში ადვილად განიკურნოს სიმსივნისგან ადრეულ სტადიაში. შემდეგ და ვისჭირდება სკრინინგი, ხო? სკრინინგისთვის არის მნიშვნელოვანი ასაკი. არ არსებობს არანაირი სხვა სიმპტომია 40 წელზე მეტი. თუ ადამიანი 40 წელზე მეტი ასაკისაა, ეს ნიშნავს, რომ უნდა ჩაერთოს სკრინინგულ პროგრამაში და არანაირი სხვა სიმპტომი არაა მნიშვნელოვანი. ეს უკვე სიმპტომია, რომ 40 წლის არის ადამიანი და უნდა ჩაერთოს პროგრამაში. შემდეგი და რა მინდა ხა ამაზე უფრო ნაკლებ დროს გავჩერდებით. მე მინდა ის გაჩვენოთ, რომ სკრინინგი მარტო სიტყვა, მარტო კვლევა არ არის. ეს უნდა იყოს ხარისხიანი, ეს უნდა იყოს კვლევა, რომელსაც რეალურად მოაქვს შედეგი და არ უნდა იყოს, ესე ვთქვათ, თქმისთვის, რომ მე გავიარე. ხო, არ არის ეს საკმარისი, რომ მიხვიდეთ და გადაიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ჩვენაც ვართ პასუხისგებელი, რა სად როდის ვიღებთ და ჩემი მხრიდან ახლა რატო გამოდივარ ესე ვთქვათ ფონდის სახელითაც ხო რატო დამჭირდა ესე ვთქვათ ფონდთან ასოცირება რაღაც ქველმოქმედებაზე საუბარი იმისთვის რაც აქ ხდება რასაც ახლა გაჩვენებთ საჭირო არის დამატებითი ფინანსები ის ფინანსები რაც სტანდარტულად ნებისმიერ სახელმწიფომ შეიძლება გამოყოს საკმარისი არ არის და საჭირო რაღაც მეტი და ამ თანხებს სწორედ ვაგროვებთ ქველმოქმედებით და ვიყენებთ იმისთვის რომ დიაგნოსტიკა იყოს უკეთესი ანუ სკრინინგი სჭირდება ორგანიზებულობას უნდა იყოს სპეციალური სისტემა ანუ ეს მნიშვნელოვანია კიდე აი თქვათ არ ვიცი განათლების სისტემებისთვის რომ ჩვენ ისეთ პერიოდში ვართ სადაც ვიყენებთ ძალიან ბევრ ელექტრონულ თუ საშუალებებს თუ პროგრამებს იმისთვის რომ დავაორგანიზოთ ჩვენი საქმე ამისთვის არის სპეციალური სისტემა თუნდაც ის სისტემა რომლითაც როცა ექიმი აღნიშნავს რომ ადამიანს არაფერი არ ჭირს გაუგზავნის SMS და SMS-ი მიუვა მოლოცვით ადამიანს და იმ ადამიანს აღარ დაჭირდეს შემდეგ მეორეჯერ პასუხისმის მოსვლა ეს იყოს ადვილი უნდა ხო შემდეგი და რა მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში რომ 100 მაგალითად გადაღებული კვლევიდან უმრავლესობას აი ნახეთ 100-დან 95-ს აღარ უნდა არ ჭირდება მოსვლა ჯანმრთელია ის ხალხი იმ 5-ს დაჭირდება შემდეგ მოსვლა ამიტომ ის 95 არ უნდა მოვიყვანოთ კლინიკაში ადვილად უნდა მიიღოს მან ის პასუხი რომ მას არ ჭირს არაფერი სიმსივნური პროცესი თვითონ გადაღების პროცესი არის მნიშვნელოვანი რომ სურათის გადაღებასაც აქვს რამდენად კარგად იღებს რენტგენოლოგი სურათს ამასაც აქვს მნიშვნელობა შემდეგი და ამისთვის დღევანდელ დღეს აი გუშინ გავტესტეთ და გუშინ წინ დავიწყეთ უკვე და ახლა უკვე ვიყენებთ ესე ძალიან მაგარ პროგრამას ამაზე არ გავჩერდები მაგრამ მოკლედ ვიტყვი როდესაც აი ეს არის სურათები და ეს არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შეფასებული აი წითელი ხაზებს ხედავთ ხო ეს ნიშნავს რომ ვერ გააკეთა სწორად კარგად ვერ გააკეთა ეგთანმა ყვითელი ნიშნავს აი ყვითლად როა ეს ნიშნავს რომ ნორმალური ხარისხისა მაგრამ შეიძლება უფრო უკეთეს და ამას აკეთებს ხელოვნური ინტელექტი ონლაინში პირდაპირ გეუბნება ეგთანს რომ შენ რაღაცა მიაკელი მოდი გამოასწორე შენ გამოასწორებ ის გეტყვის ოკეია всё შემდეგ მიცემს იმის საშუალებას რომ ექიმამდე მივიდეს სურათი და ეს კეთება ონლაინში და დღეს ეს დავნერგეთ აი 2 დღეა რაც ვიყენებთ რეალურად საქართველოშიც კი რა ვიცი აი ახლო ქვეყნებში არსად არ ხდება ჩვენ ვიყენებთ იმიტომ რომ ხო რატომ ამას ვიტყვი კიდე ბოლოში შემდეგ რისთვის ვიყენებთ იმისთვის რომ უკეთესი დიაგნოსტიკა იყოს მამოგრაფი უნდა იყოს ახალი ანუ აპარატი უნდა იყოს ახალი არ უნდა იყოს რაღაცა ძველი ამიტომ მისვლა და იმის კითხვა რომელ წელსაა გამოშვებული მამოგრაფი საერთოდ არ ტეხავს ჯობია მოიკითხოთ ჯობია გაარკვიოთ და უნდა გითხრან რომ ეს არის ნუ 5 წელი 3 წელი 4 წელი ნორმალურია იმაზე მეტი არ უნდა იყოს ეს შეგიძლია გადავიდეთ აქ სურათების წაკითხვაზე ხა მე ამაყივარ ამ ორი ადამიანით რომელიც არის იდეაში ბათუმში ერთადერთი ორადორი ადამიანი რომელიც აკეთებს კვლევებს მხოლოდ მამოგრაფიული მიმართულებით ანუ იციან როგორც მამოგრაფია ისე ულტრაბგერა და უყურებენ ყველა დღე მარტო მამოგრაფიას და მარტო ულტრაბგერას თავის მთლიან დროს ამას უთმობენ და ასე ხდება გერმანიაში მამორადიოლოგია არის ესეთი მიმართულება და დავნერგეთ ჩვენ ეს გავაკეთეთ რის საფუძველზე ხო შემდეგი რომ გადიან უწყვეტ პრაქტიკას სხვადასხვა კონფერენციებზე შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ონლაინში გადიან ტესტირებას ყველა პერიოდულობით ისევე როგორც გერმანიაში ხდება და კიდე რაც ჩემი აზრით არის ის რაც ჩვენ დავნერგეთ ძალიან განსაკუთრებული ჩვენს ყველა სურათებს უყურებს გერმანიაში ექსპერტი ანუ ექსპერტი ნიშნავს ის ადამიანი რომელიც ყველაზე მაღლაა ყველაზე მეტი უნახავს და იცის ასევე შეფასება ხარისხის ის ნახულობს თვეში 1000 500 2000 გესმით ანუ ბევრს ნახულობს ამიტომ მას ვეკითხებით ყოველთვის შემდეგი სლაიდი
და ეს ხდება სპეციალური ელექტრონული იმაზე web-based, ანუ იგზავნება ეს ყველაფერი. სურათი რო დღეს გადაიღება ბათუმში, ის გაგზავნილია რამდენიმე წამში არის გერმანიაში უკვე და არანაირი განსხვავება რა გერმანიაში გადაუღია და რა ბათუმში არ არის. დამიჯერეთ, ანუ ტექნოლოგიები ამის საშუალებას გვაძლევს. და პლუს ყველაფერთან ერთად ხელოვნური ინტელექტი, შემდეგ ესე ხაზავს ხო, შემდეგი აი მწვანეები რაც არის, ეს არის ხელოვნური ინტელექტის მიერ ნაჩვენები, რომ აქ არის პრობლემაო, ამას მიაქციეთ ყურადღებაო. და ჩვენ ერთად ექსპერტთან ერთად ამას გავდივართ და ჩემი აზრით, ხო, შემდეგი როგორია? ესეც შედეგებია, ესეც ხელოვნური ინტელექტის და ერთობლივი შედეგია და ეს არის მინდა ამით დავასრულო ყველაზე ჩემთვის სასიამოვნო, ალბათ ჯერჯერობით ყველაზე პატარა სიმსივნეა, რომელიც დაგვიჭერია. ეს არის 4 მმ-იანი, 4 მმ. აი, ხო, წარმოგიდგენიათ რამდხელა 4 მმ. ძუძუში დაჭერილი ქვია ზუსტადად სიმსივნე, რომელიც აი ძალიან პატარა ოპერაციით მოვარჩინეთ ეს ქალი. ანუ ძალიან პატარა ოპერაციით, არც ქიმიოთერაპიაზე საერთოდ არ საუბარი, არც რა ვიცი კიდე რა გონია ჩვენ ძუძუს კიბოს კურნალობა, ხო, ყველაფერი ცუდი, ყველაფერი რთული. არა, მოვიდა, გაიკეთა ოპერაცია, წავიდა სახში და მორჩა. ანუ ასეთი დრო დადგა, ოღონდ ამისთვის ძალიან საინტერესო რომ მხოლოდ საჭიროა მოსვლა. მეტი არაფერი არ საჭირო. უნდა მოვიდეს ადამიანი გაიკეთოს კვლევა, თუნდაც იმის შიშით რომ რაღაც აღმოაჩნდება, რადგანაც ასეთ თუ აღმოაჩნდება, აუცილებლად მორჩენადია. თუ მოსულს აღმოაჩნდება, აუცილებლად მორჩება. თუ არ მოვა და მერე მოუწევს მოსვლა, როდესაც მომიწევს, რა ვიცი, მოგვიწევს მოსვლა, როდესაც ვიგზნობთ რამეს, შემდეგ შეიძლება იყოს მეორე, მესამე, მეოთხე სტადია, რაც განკურნებადი შეიძლება იყოს, მაგრამ ძალიან რთულად და გაცილებით უფრო ძნელად. და всё, ხო, დავამთავრებ იმით, რომ პირველ რიგში გისურვებთ, ეს ჩემი სამედიცინო ისეთი სურვილია, გისურვებთ სკრინინგის ჯანმრთელ და კარგ პასუხებს. იმას, ანუ მე მინდა რომ მოდიოდეთ კვლევებზე, მინდა რომ იკეთებდეთ კვლევებს, არ მინდა რომ ისე იყოთ, რომ საერთოდ არ მოხდეთ, მაგრამ რომ მოხვალთ, მინდა რომ ჯანსაღი ის გილოცავთ, დავწერეთ სპეციალურად SMS-ში, რომ გილოცავთ მოგივიდეთ სულ. კიდე რაც მნიშვნელოვანია და ის ნაწილი, ნახე, რომ გადავიღეთ, გადაღებას აფინანსებს სახელმწიფო, ხო, გადაღებას სურათის. ოღონდ არ აფინანსებს არც ხარისხის კონტროლს ის იმ დონეზე როგორც ჩვენ გვინდა, არც ამ სურათებს გადაგზავნას არსად, არც გერმანიაში, არც ხელოვნური ინტელექტის დახმარებას. ჩვენ დღევანდელი დღისთვის იხდის ახლა ეს ფონდი კომპანიების შეგროვილი ფულიდან ყველა პაციენტი არ ქვია, ყველა ადამიანში, ვინც გაიკეთეს მამოგრაფიას, ვურიცხავთ გერმანიაში 4 ევროს. ეს არის დაახლოებით 12 ლარი. ანუ 12 ლარი ჯდება ერთი ადამიანის სრული იდეალური გამოკვლევა. და ეს თანხა გროვდება, ეს თანხა ესე თანდათან ყველა პატარ-პატარა შემოწირულობით გროვდება და მე მიხარია, რომ დღეს ბათუმში, საქართველოში ესეთი რამე ხდება, რაც ხდება მაგალითად ამერიკაში ან ასე შემდეგ. და ყურადღებისთვის მადლობა, რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა ასეთ ღონისძიებაში და ასევე რომ ქველმოქმედებაშიც მიიღეთ მონაწილეობა. დიდი მადლობა.